მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა გიორგი ბაჩიაშვილის თემასთან დაკავშირებით ვისაუბრო და იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წამოიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი ბიზნესი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ადამიანებზე. დავიწყოთ ბაჩიაშვილით და იმით, რომ პირველი შეცდომა და გამოუსწორებელი შეცდომა ბაჩიაშვილმა დაუშვა მაშინ, როცა იფიქრა, რომ ივანიშვილს მოატყუებდა და ფულებს დაცანცლავდა. აქ დაუშვა ბაჩიაშვილმა შეცდომა და ვერ გაითვალისწინა ის თუ რა პიროვნებასთან ჰქონდა საქმე და სწორად ვერ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და მისი შესაძლებლობები. მე ერთი ვიდეო გაკეთებული მაქვს ბაჩიაშვილთან დაკავშირებით და იქ მას ლიფსიტა უწოდე და იგივეს გავიმეორებ. ლიფსიტა ბაჩიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მოერეოდა აკულა ივანიშვილს და ჭკუაში აჯობებდა და გააცურებდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იყო სწორედ ბაჩიაშვილის გამოუსწორებელი შეცდომა, როცა მან ეს იფიქრა, რომ ივანიშვილს რაღაცას მოატყუებდა და დააგოიმებდა, ეს უხეშად რომ ვთქვათ. ბაჩიაშვილს წესით უნდა სცოდნოდა ივანიშვილმა სად და რა გარემოში შეძლო მისი კაპიტალის დაგროვება და ეს იყო 90-იანი წლების რუსეთი, სადაც პირდაპირ მგლური კანონი მოქმედებდა და ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო ძლიერი პიროვნება და პირდაპირ ვიტყვი მგელი რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, რა თქმა უნდა ის ვერ შეძლებდა ამხელა კაპიტალის დაგროვებას და ან დაიჭერდნენ, ან მოკლავდნენ და ან არ ვიცი ყველაფერს წაართმევდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილმა შეძლო 90-იანების ამ ჯუნგლების გამოვლა ღირსეულად, კაპიტალიც დააგროვა და ამ ჯუნგლებიდან სუფთაც გამოვიდა ეს ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობის პატრონები გამწარებული ეძებენ და მუშაობენ იმაზე, რომ რამე კომპრომატი ივანიშვილის წინააღმდეგ იმ 90-იანებიდან მოყოლებული იპოვონ, რომ ამ კომპრომატით ამ კაცის წინააღმდეგ რაღაცა შანტაჟი დაიწყონ და ამ კომპრით მასზე ზემოქმედებები მოახდინონ, მაგრამ დღემდე ვერ იპოვეს ვერანაირი კომპრომატი ივანიშვილის წინააღმდეგ და ესაც რა თქმა უნდა ხაზს უსვამს იმას, რომ ივანიშვილი არის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი და ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ 90-იანებში იმ დროს, როცა ივანიშვილი ფულს შეულობდა, რა თქმა უნდა ისეთ გარემოში იყო, რომ იქ ალბათ შავი გარიგებებიც იქნებოდა და მოკლედ იქ სუფთად იმ დროს ვერ გამოხვიდოდი, მაგრამ ამ ადამიანმა ეს ყველაფერი იმდენად სწორად და ჭკვიანურად გამოიარა, რომ არსად არაფერი კუდი ამ კაცს არ აქვს დატოვებული და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის დამადასტურებელი და მამტკიცებელია, რომ ივანიშვილი არის ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება. ხო და ბაჩიაშვილმა სწორედ იქ იგოიმა, როცა თავისი თავი ივანიშვილზე უფრო ჭკვიანად ჩათვალა და როცა იფიქრა, რომ ივანიშვილს მოატყუებდა და გააცურებდა. რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილმა ეს ვერ შეძლო და თუ კი ვინმეს უნდა დააბრალოს ბაჩიაშვილმა ის რა დღეშიც არის დღეს ეს ადამიანი, ეს ერთადერთი არის თავის თავი და თავის თავს უნდა დააბრალოს რა დღეშიც ჩავარდა დღეს. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ამ ლიფსიტა ბაჩიაშვილს ათლავს თითქოს როგორც რაღაცა დევნილი ბიზნესმენი და პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ. ბაჩიაშვილმა როგორც ყველა დანარჩენმაც
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ბაჩიაშვილის ვირეშმაკობა და ივანიშვილმა გაიგო სინამდვილეში რა გველი წავდა უბეში, ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა დაიწყო ეგრეთ წოდებული პროევროპული აქციების დაფინანსება, ამ აქციებზე სიარული და ეს ერთადერთი რამისთვის ჭირდებოდა, რომ მისთვის აი ეს რაღაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი ეღიარებინა ნაციონალურ მოძრაობას. და სწორედ ამიტომ ამ რაღაცა აქციებზე დადიოდა და ამ დაფინანსებებსაც იმიტომ აკეთებდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილი არანაირი პოლიტპატიმარი არ არის, ეს არის პიროვნება, რომელიც არ ვიცი, გოიმი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და იქ იგოიმა, როცა ჩათვალა, რომ ივანიშვილს მოატყუებდა. რა თქმა უნდა, ბაჩიაშვილი არანაირი პოლიტპატიმარი არ არის. აი ერთი ჟორიკა რურუა პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა, რომელიც ასევე პოლიტპატიმრად ყავთ მონაცვლული ნაცებს და ამ სტატუსით ვითომ გამოუშვეს. და სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, ხო, არ ვიცი, ჩემი თაობის წარმომადგენლებაც და ჩემო უფროსებმაც, ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ჟორიკა რურუა და მისი განვლილი ცხოვრება ამ ქალაქში ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თუ რა კაციც არის და რანაირადაც უცხოვრია ამ ადამიანს. და აი როგორც ჟორიკა რურუა პოლიტპატიმარი, იგივე პოლიტპატიმარია ბაჩიაშვილიც და მესამე ყავთ კიდე ერთი გიორგი ჩიკვაიძე თუ ჩიკვილაძე, ზუსტად გვარი აღარ მახსოვს, ვითომ ბიზნესმენი, ჩვეულებრივი თაღლითი ტიპი, რომელიც პირდებოდა ერთ-ერთ კომპანიას, რომ იახტას შეაძენინებდა და უბრალოდ გადააგდო ეს კომპანია, ფული ჩაარიცხინა და მოატყუა ეს ადამიანები და რაღაც ეს სცენებს უდგავდა, იქ ვიდეოებს იღებდა, ვითომ აი სარფში ვარ და გზაშია და ხვალ ჩამოვა, ზეგ ჩამოვა და ერთ საათში და ერთ კვირაში და ბოლო პარტნიორმა კომპანიამ ვისაც ატყუებდა, მიხვდა რომ თაღლითთან ჰქონდათ საქმე, უჩივლეს და ამის შემდეგ აი ამ თაღლითმა ჩიკვაიძემ ადგა და დაიწყო მანაც ამ მიტინგებზე სიარული, ვითომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე და მანაც ერთადერთი მიზნით დაიწყო ამ აქციებზე სიარული, რომ მისთვისაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭებინათ და გრიგოლიასთან ეთერებში და ყველა არხზე, ყველა ოპოზიციურ არხზე აი ეს თაღლითი ჩიკვაიძე ეჯდათ და რაღაც ზღაპრებს აყოლებდნენ, რომ თითქოს ვინმეს დევნიდა, თითქოს ვინმე ბიზნესს ართმევდა და სინამდვილეში ამ ადამიანს არანაირი ბიზნესი არ გააჩნდა და რა უნდა წაერთმიათ მისთვის, ხო? იყო ჩვეულებრივი თაღლითი ტიპი, რომელმაც რაღაც კომპანია დაარეგისტრირა და მოატყუა ადამიანები, გადააგდო ფულში. ეს არის და ეს. მაგრამ აქ სხვა რამეა საყურადღებო, აქ საყურადღებო არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორ შავდღეშია ჩავარდნილი, რომ აი ამ თაღლითების იმედად არის დარჩენილი და აი ამ თაღლითებს ებღაუჭება, რომ ვითომ ქართული ოცნება გააშაონ იმით, რომ თაღლითებს ასამართლებენ და თაღლითებს უშვებენ ციხეში და მეტი არაფერი აქ სინამდვილეში არ ხდება. მაგრამ ნაცები ამ თაღლითების ხარჯზე ცდილობენ, რომ გააშაონ ქართული ოცნება და ამ თაღლითებს პოლიტპატიმრებს ეძახიან. იმ ჩიკვაიძეს არაფერი ფული არ აქვს, რომ რამე ფული გამოართვას ნაცებმა, მაგრამ ბაჩიაშვილს საკმაოდ დიდი კაპიტალი აქვს დაგროვებული იმის ხარჯზე, რომ ივანიშვილი თავის დროზე მოატყუა, ყოველ შემთხვევაში ეგონა რომ მოატყუა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შეძლო ივანიშვილის მოტყუება და ეს კაპიტალიც, რა ვიცი, დარჩა ოხრად აგერთ 11 წლიან პატიმრობას უშჭიან. მაგრამ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბაჩიაშვილს ნაციონალური მოძრაობა აფინანსებინებდა სხვადასხვა აქციებს და ამაზე ღიათაც საუბრობდნენ და ამის სანაცვლოდ ნაცებმა
შესთავაზეს თავისი მფარველობა იმ თვალსაზრისით, რომ აი დღანან და ყვირიან, რომ ბაჩიაშვილი პოლიტპატიმარი, ბაჩიაშვილის ვიღაცას დევნის, ვიღაცა ავიწროებს და რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის სისულელე. ზუსტად იგივე სისულელეა, როგორი სისულელეც არის ჟორიკა, იგივე გიორგი რურუა, პოლიტპატიმარი და ის ჩიკვაიძე რაცა რო ყავთ კიდე ჩვეულებრივი პროფესიონალი თაღლითი. აი ეს სამი გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ რანაირ ადამიანებს და როგორ პიროვნებებს მოიხსენიებს ნაციონალური მოძრაობა პოლიტპატიმრებად. მოკლედ ეს არის ისი თქმაც მინდოდა ამ ბაჩიაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ რა დღეშია ჩავარდნილი ნაციონალური მოძრაობა, რომ აი ამ თაღლითებს ებღაუჭება და აი ამ თაღლითების ხარჯზე ცდილობს, რომ გააშაოს ქართული ოცნების ხელისუფლება.